დროა მოვიწვიოთ ჩვენი ძვირფასი სტუმარი ქალბატონი მაკა გთხოვთ სტუდიაში. გამარჯობა. ქალბატონო მაკა, ჩვენ ყველა გადაცემას ვიწყებთ წყლით, ასე რომ გთავაზობთ წყალი ფის. ქალბატონო მაკა, თქვენ მოგიწიათ ზუსტად იმ სეზონზე და იმ პერიოდში მოსვლა ჩვენთან გადაცემაში, ზამთრის სეზონია და მოგეხსენებათ, რომ ზამთრის სეზონი არის დაკავშირებული ვირუსულ ინფექციებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მაინც თავი დავიცვათ, მოვარიდოთ ბავშვები, უფროსები, ასეთ ინფიცირებულ გარემოს, მაინც გარდაუვალია ავადობა. აი, რომ აგვიხსნათ, დღეს საქართველოში რა ხდება ამ კუთხით, როგორია ინფექციების, რესპირატორული ინფექციების გავრცელების სიხშირე. კი ბატონო, პირველ რიგში ჯანმრთელობა უსურვოთ ყველას, მადლობა თქვენ მოწვევისათვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი ახლა მოგეხსენებათ. სეზონი დაწყებულია ოქტომბრის თვიდან და დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ ეხანდელი მოცემულობით, ანუ იანვარში, იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს წარსული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე და ეხლაც რასაც ვხედავთ, ყოველთვის არის ხოლმე შეიძლება ვთქვათ მომართვიანობა კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაზრდილი და პიკური მაჩვენებლებით შესაძლებელია გარკვეულწილად მატებაც აღინიშნებოდეს. ეს დაკავშირებულია მაინც ისევ და ისევ თქვენც აღნიშნეთ და ბრძანეთ, რომ არის რა თქმა უნდა მეტი მობილობა, რა თქმა უნდა მეტი გადაადგილება და ასეთი თვალსაზრისით აქედან თუ გამოვალთ, ყველაზე მეტად გავრცელებული სხვადასხვა სახის ვირუსული ინფექციებია. ახლა ამ მომენტში ჩვენ სეზონი დაგვიმთავრდება სადღაც მარტის ბოლოს. ეკამდე კი ძალიან ბევრი პერიოდია, ცივი სეზონი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, რესპირატორული ინფექციების გავრცელების სეზონი გვაქვს და ყველაზე მეტად გავრცელებული აი ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, ასევე სტატისტიკური მონაცემებით არის გრიპის ვირუსი, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს როგორც პრევენციას, რა თქმა უნდა საჭიროებს განსაკუთრებით კი სხვადასხვა პოპულაციაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, აი თუნდაც იგივე თქვენი გადაცემის სახელით იმუნიტეტიც ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, თუ ჩვენ როგორი იმუნური სისტემა გაგვაჩნია. მოგეხსენებათ, რომ იმუნიტეტი შესაძლებელია არის ზოგადად არის თანდაყოლილი იმუნიტეტიც და ამავე დროს არის შეძენილი იმუნიტეტი და ძალიან დიდი მნიშვნელობა და როლი გააჩნია ამავე დროს ზუსტად შეძენილ იმუნიტეტსაც, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესთან, დაკავშირებულია სრულფასოვან კვებასთან, დაკავშირებულია ყველა იმ ნუტრიენტების, ელექტროლიტების, ასე რომ ვთქვათ, ერთობლიობასთან, რომელთა ერთ-ერთი კომპონენტის დეფიციტის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გახდეს შედარებით უფრო სუსტი და აქედან გამომდინარე მარტივად მიმღები გავხდეთ ამა თუ იმ ვირუსული ინფექციების. რით არის გაპირობებული, რომ ზოგჯერ ორჯერ ან მეტად ხდება ვირუსული ინფექციით დასნებოვნება ადამიანის? მე პირადად მაგალითი დეკემბერიც და იანვარიც, ესე ვთქვათ, ორი სხვადასხვა შტამი მოვილიე, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ერთ და იგივე ტიპის ვირუსი განმეორდეს თუ ეს არის სხვადასხვა შტამები. აი ჩვენ ზუსტად აღვნიშნეთ, თქვენი შეკითხვა ძალიან ადეკვატურია და სწორია, აღვნიშნეთ, რომ ცირკულირებს სხვადასხვა სახის ვირუსული ინფექციები. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველაზე მეტი მასშტაბურობით გამოირჩევა გრიპის ვირუსი. ზუსტად გრიპის ვირუსისთვის არის დამახასიათებელი იანვარი და თებერვლის თვე მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში არის ასევე რინოვირუსები, ამ პერიოდში არის ადენოვირუსები, ამიტომ თქვენ შეკითხვაზე პასუხი იქნება ესეთი, რომ შესაძლებელია დიდი ალბათობით თქვენ ორი ან რამოდენიმე სხვადასხვა სახის ვირუსით დასნებოვნებაც მოხდეს. ამიტომ მაქსიმალურად აი ჩემ შვილიშვილს მაგალითად მესამეჯერ აღენიშნება უკვე ეფექტიური ტემპერატურა, სადღაც 2-3 კვირიანი შუალედებით. კი ბატონო, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემის სიმყარე იგი ვერ არის ისეთი გაჯერებული, რატომ? იმიტომ რომ პირველი ინფექციით, ანუ დასნებოვნების შემთხვევაში, ხო, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი სუსტდება. ორგანიზმი სუსტდება, თქვენ ბრძანეთ და აგერ მე შემიძლია დაგიდასტუროთ, ძალიან რთული სიმპტომებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით აი ახლა მოცირკულირე გრიპის ვირუსი. აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს სიმპტომებიც. ეს არის ძლიერი საერთო სისუსტე, ძლიერი ოფლიანობა, ამავე დროს თავის ტკივილი შესამჩნევი, ძვალსახსროვანი სისტემის სერიოზული ტკივილი, ტემპერატურის
მატება და ხშირ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურაც რამოდენიმე დღის განმავლობაში ხველა, რომელიც თავიდან მშრალია და თავისთავად ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი ეს სიტუაცია გრძელდება 6-7 დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენო მოსახლეობამ შესანიშნავად იცის და წარსული წლებიდან გამომდინარე COVID-თან ბრძოლის დროს მოსახლეობამაც ისწავლა ის, რომ იმუნური სისტემა უნდა გაიჯანსაღოს და იმუნური სისტემის გაჯანსაღებაში რა ეგულისხმება? აუცილებელია კომპონენტებით გაჯერებული ვიტამინური, ამავე დროს ნუტრიენტული კომპონენტებით გაჯერებული საკვების მიღება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პროფილაქტიკური თვალსაზრისით ჩვენ გვესაჭიროება ამა თუ იმ ნუტრიენტის და ვიტამინის და კომპონენტის დამატება, რომელთა მოქმედების გარეშეც რა თქმა უნდა ძნელი იქნება, რომ ერთი ვირუსის დამარცხების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უფრო მარტივად მიმღებადი არ გავხდეთ უკვე მეორე ვირუსის, ანუ მარტივად გადავლახოთ. და ასეთი კითხვა მაქვს, რა პერიოდი გრძელდება ის იმუნიტეტი, რაც რჩება ამა თუ იმ ადენოვირუსის თუ გრიპის ვირუსის შემდგომ ადამიანის ორგანიზმში. ალბათ იქ ვარიაბელობაა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მოგვეხსენება ძალიან კარგად ვიცით, რომ ყოველ წელს გვაქვს, მოდით ავიღოთ გრიპის ვირუსიც, ხომ? ამიტომ ყოველ წელიწადში ადამიანი შესაძლებელია სეზონზე დაინფიცირდეს გრიპის ვირუსით, ხომ? რა თქმა უნდა, შესაბამისად გარკვეული იმუნიტეტი გამომუშავდება, მაგრამ არ არის ეს მდგრადი იმუნიტეტი და ამიტომაც არის აუცილებლად აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ოქტომბრის თვეში უკვე ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით განსაკუთრებით ასაკობრივ ჯგუფებში, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ეს არის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ქრონიკული ფონური დაავადებების მქონე ადამიანთა ჯგუფები და ამავე დროს ბავშვთა ასაკი 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის მეტია დასნებოვნების შემთხვევები და უფრო მეტად ხშირია შემდგომში გართულების შემთხვევებიც. ამიტომ მაქსიმალურად, როდესაც ოქტომბრის თვეში ცხადდება, რომ იმუნიზაცია იწყება, ვაქცინაცია იწყება და ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს მეტი აქტივობა, იმიტომ რომ შემდგომში ეს ზუსტად ასეთი ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებული ადამიანებისთვის და ზოგადად თუნდაც ჩვენთვისაც იგივე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო პერსონალისთვისაც პირველი რიგის ვაქცინაცია ჩვენ უნდა ჩავიტაროთ რიგში, იმიტომ რომ დასნებოვნების შემთხვევაში ჩვენ არ გაგვირთულდეს რა პათოლოგიებით, ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის ფილტვების სხვადასხვა სახის რესპირატორული დაავადებები, მაგალითად, ყველაზე ხშირად რა ხდება პნევმონიით გართულება. ქალბატონო მაგა, თქვენ ახსენეთ პრევენციული ღონისძიებები და აქ მინდა ესე დაგისვათ ესეთი კითხვა, ვთქვათ ეს პრევენციის მიზნით მედიკამენტები, დანამატების სახით, ნუტრიენტები ჩვენ ძირითადად უნდა მივიღოთ იმ პერიოდში, როდესაც უკვე ორგანიზმი დასნებოვნებულია, თუ არსებობს რაღაც გარკვეული წინა პერიოდი იმისთვის, რომ თავი დავიცვათ და პირიქით უფრო გაძლიერებული იმუნიტეტით შევხვდეთ, თუ რა თქმა უნდა შეგვეღარა ესა თუ ის დაავადება. დიახ, ნამდვილად ძალიან საყურადღებოა ეს საკითხი, იმიტომ რომ პროფილაქტიკური თვალსაზრისითაც შეგვიძლია დავიწყოთ, იმიტომ რომ აღნიშნეთ უკვე დღეს ჩვენ გვაქვს ასე რომ ვთქვათ ზამთრის პერიოდი, როდესაც რაც არ უნდა გაჯერებული იყოს საკვები ხილით და სხვადასხვა სახის პროდუქტებით, მაინც მნიშვნელოვნად არის ის, რომ ასეა თუ ისეა დეფიციტი მაინც მიმდინარეობს გარკვეული ნუტრიენტების და გარკვეული ელექტროლიტური ბალანსის და ვიტამინების. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პროფილაქტიკური თვალსაზრისით დავიწყოთ და დღიური დოზა უნდა ვიცოდეთ, თუ რა გვესაჭიროება პროფილაქტიკისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დასნებოვნების პერიოდშიც დაუყოვნებლივ შევავსოთ ის აუცილებელი კომპონენტებით, როგორიც არის მაგალითად C ვიტამინი, რომლის დღიური დოზა 1000 ერთეული უნდა იყოს, D ვიტამინი, რომლის დღიური დოზაც ასევე 1000 ერთეული უნდა იყოს და რა თქმა უნდა თუთია, რომელიც 15 მგ-ის აპროფილაქტიკოთ, აი ეს სამი ესეთი სინერგიული კომპონენტისგან შექმნილი, ასე რომ ვთქვათ, დანამატების მიღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ ვიცით, რომ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია, მაგალითად C ვიტამინი ანტიოქსიდანტია, იმუნურ სისტემაზეა პასუხისმგებელი, D ვიტამინიც ასევე ანტიოქსიდანტია, იმუნურ სისტემაზეა პასუხისმგებელი და თავისთავად ცხადია ამავე დროს თუთიაც. აი ხა ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ, გვაქვს აგერ ჩვენ აი ესეთი
სინერგიული მოქმედების, წარმოშობის, ესეთი ასე რომ ვთქვათ, ველთფარმას მიერ წარმოებული შესანიშნავი კომბინაციის, ეს არის ცინკოვიდი იმუნო. ჯერ კიდევ ჩვენს მაყურებელს ალბათ ახსოვს კოვიდის პერიოდში, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უზრუნველყო დაავადებული და მოსახლეობის და ასევე საპრევენციოთაც. დიახ, აი ზუსტად თქვენ როგორც ბრძანეთ, მეც იგივეს გავიმეორებ, მე ვთქვი საპრევენციო დოზა რა შეიძლება იყოს ზოგადად, ანუ თუთიის, C ვიტამინის და D ვიტამინის და აი კონკრეტულ ქალბატონმა ნინომაც ბრძანა აბსოლუტურად ვეთანხმები, დღევანდელ დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ძლიერი სინერგიული მოქმედების სამეულია, ანუ ასე რომ ვთქვათ, და ის დოზა, რომელი დოზაც არის უმნიშვნელოვანესი, როგორც პრევენციული თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დასნებოვნების შემთხვევაში. ეს არის წყალში ხსნადი ჩვეულებრივი ესეთი შუშხუნა, რომელსაც არანაირი გორდითი მოვლენები არ აქვს. ეს ერთხელ მაინც არ აქვს ეს დალეული. თუმცა აქვე გითხავთ, ქალბატონო მაგა, ბავშვებში როგორ გამოიყენება ეს? გამოიყენება რა თქმა უნდა, ბავშვებშიც გამოიყენება, მაგრამ რა თქმა უნდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება, 12 წლის ზემოთ იგი რეკომენდირებულია. რა თქმა უნდა, აქვე ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ 0-დან 5 წლამდე და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში აუცილებლად უნდა აღვნიშნო უმნიშვნელოვანესია. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ დიდია პროცენტული მაჩვენებლები ეს ბოლო 1 კვირაა დასნებოვნების, ამიტომ მაქსიმალურად ჩვენს პედიატრთან უნდა გქონდეს აუცილებლად კონსულტაცია ან ოჯახის ექიმთან, იმიტომ რომ არ მოხდეს შემდგომში გართულება პნევმონიით და არც თუ ისეთი მცირე შემთხვევებია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის არანაირი პანიკის საფუძველი, აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენთვის ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. კოვიდის ფონზე ნამდვილად გრიპის ვირუსის მართვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანია თავისთავად ცხადია, რომ დროულად თუ კი გრძელდება ეს პერიოდი და 6-7 დღის განმავლობაში ბავშვს თუ აღენიშნება თავისთავად მაღალი ტემპერატურა, მე მგონი ყველა მშობელი აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართავს ისედაც პედიატრს. და ასეთი შეკითხვა გავიგეთ პრევენციისთვის, გავიგეთ დაავადების პერიოდში. ანუ რა არის ის ოპტიმალური პერიოდი, რაც ჩვენ ეს ცინკოვიდი, ნეიროცინკოვიდი, კარდიო აქვს სხვადასხვა თანაფარდობა ალბათ წარმოდგენილი აი მიკროელემენტების და რა თქმა უნდა ცინკოვიდი იმუნო, რომელიც დღეს ჩვენი ასე ვთქვათ სამიზნე კომბინაცია, აი ამ ვირუსული ეპიდემიის გამო, რამდენი ხანი უნდა მიიღოს ადამიანმა ეს პრეპარატი, თვე, კვირა, 10 დღე, დაავადების მორჩენის თანავე წყვეთმის მიღებას თუ რაღაცა პერიოდი ვაგრძელებთ, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ გრიპის ვირუსი თვითონ მიმდინარეობად საკმაოდ მძიმე აქვს და რთული და შემდგომში ტოვებს ძალიან ბევრ ესეთ სიმპტომებს, როგორიც არის ძლიერი საერთო სისუსტე, გულის ფრიალი, თავის ტკივილი, რა ვიცი, უამრავი რაღაცა. რა პერიოდი უნდა მივიღოთ ეს შუშხუნა აბები იმისათვის, რომ რაღაცნაირად შევიმსუბუქოთ ჩვენი როგორც დაავადების პერიოდის მდგომარეობა, ასევე დაავადების შემდგომი აი ეს გართულებები, არსებული სიმპტომატიკა. კი ბატონო, შევთანხმდით, რომ ცინკოვიდი იმუნო, ანუ მისი კომპონენტებიდან გამომდინარე არაჩვეულებრივია პროფილაქტიკური თვალსაზრისით, მისი სინერგიული მოქმედების ფონზე და ასევე თუ დავსნებობდით იმ პერიოდშიც რეკომენდაცია არის მთლიანად ერთი შეფუთვის დღეში ერთი შუშხუნის მიღება. მაგრამ თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანეთ, ძალიან ბევრ გვერდით მოვლენას ტოვებს და განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მაგალითად ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, ვისაც აქვს მაგალითად კუნთოვან ტკივილს ტოვებს ხშირ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგია ცინკოვიდი ნეირო, იმიტომ რომ ცინკოვიდი ნეიროს შემადგენლობაში შევხედოთ გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ბეჯგუფის ვიტამინები შედის და ასაკობრივ ჯგუფებში, სხვადასხვა სახის მაგალითად ნევროლოგიური პათოლოგიების მქონე ჯგუფებში, ჩვენ ვიცით რომ ბეჯგუფი ეს არის უნიკალური იმისთვის ამ ნერვული სხვადასხვა დაბოლოებების ან დაავადებების პროფილაქტიკისა და აღდგენისათვის და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ აი ცინკოვიდ ნეიროშიც შედის ზუსტად ის შემადგენლობაც. ანუ პირველი ცინკოვიდი კოვიდის შემადგენლობის ნაწილი აქაც შედის, ანუ მის შემადგენლობაში არის ამავე დროს როგორც თუთია, მაგრამ აქვე ისიც მნიშვნელოვანია, რომ მაგნიუმს შეიცავს, იმიტომ რომ მაგნიუმი ჩვენ ვიცით, რომ აუცილებელია კუნთოვანი ტკივილების ერთ-ერთი პროფილაქტიკურია. კი, რა თქმა უნდა და აქვე მეორე ავიღოთ, გადავიდეთ, მაგალითად თუ კი არის ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანს ანამნეზში აღენიშნება, ვიდრე დასნებობდებოდა
მოცირკულირებული ვირუსით კარდიოლოგიური სხვადასხვა სახის პრობლემები, ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, შეიძლება იყოს გულის უკმარისობა და სხვათა შორის ხშირია ესეც უნდა ვთქვათ, თუ დროულად არ არის პროფილაქტიკურად მიმართიანობა კარდიოლოგიური სხვადასხვა პათოლოგიების ექიმთან, მიოკარდიტები, მოგეხსენებათ პერიკარდიტები, რომლებსაც თუ რაოდენ რთული დიდი გართულებები შეიძლება მოყვეს, კარდიომიოპათიამდე შეიძლება მივიდეთ. ამიტომ ასეთ ადამიანებში კალიუმის დეფიციტი ხდება ხშირი ძლიერი პროფუზული ოფლიანობის გამო. ამიტომ კალიუმის დეფიციტის არშევსების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტახიკარდია, რა თქმა უნდა, გულის უკმარისობა და მსგავსი სიმპტომები ისედაც თუ აქვს ადამიანს, იგი წამოიწერს ისევ წინა პლანზე, ამიტომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ზუსტად შესავსებად შეივსოს ადამიანის ორგანიზმი ცინკოვით კარდიოთი ისეთ პაციენტებში, რომელიც უკვე ვახსენე და შემადგენლობაში რა შედის, რა არის მთავარი კალიუმი ამავე დროს. ყველა იმ კომპონენტთან ერთად პარალელურად შედის კალიუმი. ასე რომ ჩვენ ვხედავთ პროფილაქტიკური თვალსაზრისით ცინკოვიდი იმუნოშეგვიძლია, დასნებოვნების შემთხვევაში ცინკოვიდი იმუნოთი ვიწყებ. ალბათ სუბთერაპიული დოზა შედის შიგნით კალიუმის, იმიტომ რომ კონტროლი რო არ დაჭირდეს ის მისი რაოდენობის მატებას. ეს არის 300 მილიგრამი შედის კალიუმი, ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რა არის, როდესაც ადამიანი არის კარდიოლოგიური პათოლოგიის მატარებელი და როდესაც ესეთი მასიურად ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თუ როგორი 7-10 დღის განმავლობაში პროფუზული ოფლიანობა აქვს. ამავე დროს ხშირ შემთხვევაში ასევე რთულდება შარცასქესო სისტემის სხვადასხვა პრობლემებით, ხშირი შარდვით, წყლის მიღება, რითაც დავიწყეთ ეს უმნიშვნელოვანესია და მთავარი კომპონენტია სითხის მიღება, მაგრამ ადამიანი კარგავს, კარდიოლოგიური პაციენტი კარგავს, ასე რომ ვთქვათ, კალიუმს დიდი რაოდენობით და ისიც უნდა ვთქვა, რომ არა მარტო კარდიოლოგიური პაციენტი შეიძლება მოხდეს აბსოლუტურად სულ სხვა ასაკობრივ ჯგუფში ესეთი ხშირი ოფლიანობისა და რთულად გადატანილი ვირუსული ინფექციის ფონზე კალიუმის დეფიციტში წავიდეთ. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს არის უნიკალური და შეიძლება ითქვას სრულიად შემავსებელი. აქვე ისიც აღნიშნოთ, რომ ცინკოვით კარდიოში თავისთავად არის ის დანარჩენი ყველა კომპონენტების. თუმცა სავარაუდოდ თითქმის უკმარისობიან პაციენტებში მეტი სიფრთხილე გვმართებს ცინკოვით კარდიოს დანიშვნის შემთხვევაში. ყველა ესე დანამაც და საერთოდ ყველა სახის ვიტამინები, რომელიც ძალიან პოპულარულია და მოგეხსენებათ მეგობრის, მეზობლის, ზოგადად რჩევის ფონზე ეს ხდება ყოველთვის ერთმანეთს უზიარებენ რომელი ჯობია მიიღონ და ეს ძალიან ასე ვთქვათ მოდურია რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია რომ დიდი რაოდენობით ვიტამინები მიიღონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია არაფრის გადაჭარბება არ ვარგა. ზომიერება არ ავნო. მედიცინის მთავარი პრინციპი არ ავნო. არ შეიძლება, იმიტომ რომ გასათვალისწინებელი იქნება, რა თქმა უნდა, თქვენს ბრძანეთ ცინკოვით კარდიოს მიმართებაშიც და ზოგადად გასათვალისწინებელი იქნება, რა პათოლოგია აქვს ადამიანს და არ შეიძლება ამავე დროს ისიც, რომ ხშირად ერთის რეკომენდაციას გავწევთ, მაგალითად ცინკოვით იმუნოს და ზოგი ადამიანი უკვე სამივეს ერთდროულად ღებულობს. ხო, არის ესეთი სიტუაციაც. და ყველაფერს აქვს თავისი სწორი მიმართულება და დანიშნულება. მე მგონი თემა საკმაოდ მაყურებლისათვის საინტერესო კითხვები ყველა დავსვით. ქალბატონ მაკას მადლობა გადავუხადოთ ესეთი საინტერესო ყოვლისმომცველი ინფორმაციისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს,